შეგიმჩნევია, რომ ხშირად მაცივარს ვაღებთ მხოლოდ მოწყენილობის გამო. დაბალანსებული კვება ნიშნავს, რომ ჭამთ მაშინ, როცა ითხოვს სხეული და არა გონება. მოდი გასწავლი, როგორ გარჩიო ერთმანეთისგან შიმშილი და ემოცია. მანამდე ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. პირველი, იპოვე საქმე, რომელიც აქ და ახლა დაგაბრუნებს. უმეტესწილებს გავსი რაღაცები გვემართება მაშინ, როცა ბევრი დრო გვაქვს და არაფრით ვართ დაკავებული. აბა საქმეში თუ ხარ გართული, შეიძლება ნამდვილი შიმშილიც არ გაგახსენდეს. მეორე, რეალობაში დაბრუნების შემდეგ მოусმინე საკუთარ ორგანიზმს, ის არასოდეს მოგატყუებს. 2-3 დღე გააკეთე ეს ყველაფერი და მიხვდები, როდის არის ნამდვილი შიმშილი და როდის არის ემოციური. და მესამე, შენს რაციონში გაზარდე პროტეინის ოდენობა. ანუ ჭამე საკმარისი ცილა და მასზე ორჯერ მეტი ბოსტნეული. იმისთვის, რომ შენმა ორგანიზმმა სწორად იმუშაოს, დაკმაყოფილდეს და მაშინ უკვე ნამდვილად გეცოდინება, რომ თუ ახალ ნაჭამზე ისევ მაცივარში შეიხედე, ეს უკვე ემოციური შიმშილია და არა რეალური. თუ გაინტერესებს სხვა ინფორმაციები დაბალანსებულ კვებაზე, ჩემი არხი გამოიწერე და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.